ქრონიკა პერევში 2 წლიანი პაუზის შემდეგ როგორი იყო ცხოვრების ჩვეული გრაფიკი უჩვეულო 26 თვის შემდეგ მოსწავლეების სკოლაში პერეველები კი ქუჩაში დეოკუპირებულ სოფელში მოსახლეობა დღეს უკვე უსაფრთხოდ გადაადგილდება. დეოკუპირებული ზონას ქართულ სამართალდამცველებთან ერთად ევროკავშირის მისიაც გააკონტროლებს. დასრულდა განაღვთის სამუშაოებიც. პირველი დეოკუპირებული ზონა ქრონიკის ობიექტივში პერევში დღეს ლაშა მიქაძე იმყოფებოდა. ქართული არყის და კონიაკის ცარიელი ბოთლები, ღრმად გათხრილი სანგრები, ქვიშის ტომრები, აღებული შლაგბაუნები და გაუქმებული საგუშაგო. რუსი მესაზღვრეების დანატოვარს პერევში შესვლისთანავე შეხვდებით. დეოკუპირებულ სოფელში არც ერთი სამხედრო აღარ დგას. აქ გადაადგილება უკვე თავისუფლად შეიძლება. მავთულხლართები ჯერ ისევ არსებობს, თუმცა კონტროლი აღარ. ეს არის ადგილი, სადაც 2 წლის განმავლობაში რუსი მესაზღვრეები ყველა გავლენას საგულდაგულოდ ამოწმებდნენ. პერევის მწვანე ბლოკპოსტი უკვე წარსულს ჩაბარდა. პერევიდან გავიდნენ, თუმცა პოზიციები სოფელ ქარდმანში გაამაგრეს. რუსმა სამხედროებმა ახალი საგუშაგო ჯავის რაიონის პირველივე დასახლების დასაწყისში ააშენეს. FSB-ს მესაზღვრეები პერევის გვერდით მდებარე სოფელ სინაგურში დგანან. ეს არის ქართული მხარის მიერ ბოლო კონტროლიებადი ტერიტორია, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მუდმივად პატრულირებს. ჩვენ უკვე 2 დღეა სოფელ პერევში ვიმყოფებით და აქ არსებულ ვითარებაზე მონიტორინგს ვახორციელებთ. სოფელში თავისუფლად გადაადგილდება ავტობუსი, ბავშვები კი სკოლაში დადიან. აქ აღარ არსებობს რუსული საგუშაგო. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პერევში და მის გარშემო მშვიდი და სტაბილური ვითარება შენარჩუნდება. დეოკუპირებული პერევი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. 26-თვიან ოკუპაციასთან ერთად სოფელში კომენდანტის საათით დასრულდა. მოსახლეობა უკვე 2 დღეა დასახლებაში ნებისმიერ დროს შეზღუდვის და შემოწმების გარეშე გადაადგილდება. საღამოთი უგარ 8 საათის გიგენ კომენდანტის საათი ყველა ზოგი ახლა აპატიედამ სიტუაცია გასვენებაში იყო გვაგვიანდებოდა. 8 საათი კი საერთოდ არ გვიშვებდნენ. ხო და ხეზმობდა პრობლემა აღარ აქვს, იმიტომ რომ მივიდივარ თავისუფლად და მოვიდივარ რაც. კომენდანტის საათი იყო საღამოთი აღარ გვიშვებდნენ. ეგ იყო, სხვა არაფერი არ იყო მიზეზი. ეხლა როგორ ხარ? ეხლა ჩვეულებრივ რა ვიცი. უფრო ხალისობს გული და პერევის მოსახლეობის პრობლემად ახლა უკვე ოკუპირებული სახნავ სათესი მიწები რჩება. ადგილობრივებს ნაკვეთები სოფელ სინაგურთან აქვთ. რუსი მესაზღვრეები კი მათ მიწის დამუშავების ან მოსავლის აღების უფლებას არ აძლევენ. მეტი ნაწილი მიწები გვაქვს სინაგურში და ხალხი არის ცოტა ამით შევიწროებული იყო. ანუ ვერ ამუშავებთ? ვერ ვამუშავებთ. ხალხს საკვებიც ვერ გამოქონდა, პირუტყვით სარგებლობდა ხალხი ძირითადად და ცხოვრობდა და პირუტყვიც გააწყვეს ხალხმა იმის გამო რომ საკვები არ ქონდათ. არც თივაზე გაგვიშვეს და არც საქონელი არ გაყვანდა მინდორში. პერევში განაღმითი სამუშაოები დღეს დილით დასრულდა. დეოკუპირებულ ტერიტორიას მთლიანად ქართველი სამართალდამცავები აკონტროლებენ. სოფელში მალე პოლიციის ახალი შენობაც აშენდება. რუსული საგუშაგოს დემონტაჟთან ერთად პერევში ის წარწერებით წაიშლება, რომელიც მოსახლეობას 2 წლის განმავლობაში საკუთარ სოფელში გადაადგილებას უზღუდავდა.